დღეს უყურე მიხეილ სააკაშვილის ჩართვას პალატიდან სასამართლო პროცესზე ერთვებოდა და განაგრძობს კარგი კაცის როლის თამაში და რაღაც სპექტაკლებს დგავს ამ ჩართვებზე და ცდილობს რომ განზრახ შეცდომაში შეიყვანოს ის ადამიანები, ვისაც არ ახსოვს მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი 9 წელი. და ამ ადამიანებს ეუბნება და აჯერებს ესეთ რაღაცას, რომ მეო მასამართლებენო რაღაცა პიჯაკების გულისთვისო და ტრამპს რომ ნაყინი ვაჭამეო სადღაც ბათუმშიო მაგისთვისო. დაახლოებით ესე ფუთავს. სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილს გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს სახსრების გაფლანგვაზე ასამართლებენ და 8 მილიონზე მეტ შეადგენს ეს თანხები, გარდა ამისა მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ასევე ვალერი გელაშვილის სასტიკი არაადამიანური ცემის გამო. ამ ადამიანს ყველა ძვალი დაამტორიეს და შესაბამისი სახსრები და ფინანსები რო არ ქონოდა ამ კაცს, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო ან ინვალიდი დარჩებოდა უეჭველად. მიხეილ სააკაშვილს ასევე ასამართლებენ 7 ნოემბრის ჯოჯოხეთისთვის, რომელიც მოუწყო ქართველებს და არავინ არ გაბედოს, რომ 7 ნოემბრის აქციის დაშლა შეადაროს აი ამ ქოცების მიერ დაშლილ აქციებს. ეს იქნება ძალიან როგორც ცადადედამიწა ისე განსხვავდება აი 7 ნოემბრის აქციის დაშლა და ეს დაშლები. იმიტომ რომ 7 ნოემბრის აქცია თავიდან ბოლომდე იყო შვიდობიანი აქცია და იქ არავის ზედმეტი კენჭი არ უსულია. ის რაღაცა მოლოტოვების სროლაზე არ არის ლაპარაკი და ქვების სროლაზე არ არის. კენჭიც არავის არ უსულია იმ აქციაზე და ზედმეტი სიტყვა არავის არ უთქვია არც ერთი პოლიციელისთვის იმ აქციაზე. ისე შედგნენ და მოკლეს ხალხი ცემაში და მერე დახოცილები შემოაწყეს სახურავებზე და ვითომ დენმა დაარტყა და რაღაც სპექტაკლებს დგავდნენ. აი მაგისთვის ასამართლებენ მიშას. მიხეილ სააკაშვილს ასევე ასამართლებენ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით იმის გამო, რომ მიშა გირგვლიანის მკვლელებთან შევიდა გარიგებაში და ამ ადამიანებს დუმილის სანაცვლოდ შეპირდა ვადაზე ადრე გათავისუფლებას და სასათბურო პირობებში სასჯელის მოხდას. თუ ეს ადამიანები არ იტყოდნენ სიმართლეს და არ იტყოდნენ ვინ დაავალა ამ ადამიანებს გირგვლიანის მოტაცება და მასთან ფიზიკური ანგარიშწორება, თუ ამას არ იტყოდნენ, მიშა შეპირდა რომ ამ ადამიანებს სასათბურო პირობებში მოახდევინებდა მცირე სასჯელს და შემდეგ ვადაზე ადრე გამოუშვებდა და მიხეილ სააკაშვილმა ეს პირობა შეასრულა და აი ამისთვის ასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რომ ითამაშოს ყველაზე უფრო პატრიოტი და მართალი კაცის როლი. და ვითომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ამომავალი მზე და რა ვიცი ყველაფერი. სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ყველაზე უფრო კაცთმოძულე მმართველი, ყველაზე უფრო პირსისხლიანი მმართველი და ყველაზე უფრო მშიშარა, ქვეშაჯვია მმართველი, რომელიც აი თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ცხვირით მიწას თხრიდა და ჩაჯმული დარბოდა წინ და უკან და საქვეყნოდ თავი მოჭრა ამ ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ხეობა, კოდორის ხეობა, რომელიც თავიდან ბოლომდე იარაღიდან დაწყებული პროდუქტით დამთავრებული ყველაფრით სავსე იყო, იქ საწვავიც და ყველაფერი იყო, ალბათ ერთი 5 წლის სამყოფი იმ ხეობაში და აი ეს ხეობა ერთი ტყვის გასროლის გარეშე ლანგარზე მიართვა რუსებს, სანამ ლანგარზე მიართმევდა ჯერ საბუთებით გაუფორმა, საბუთები მოუწესრიგა და შემდეგ უბრალოდ აჩუქა რუსებს კოდორის ხეობა. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი და მეტი არაფერი. მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი,
რომელიც ტრიბუნიდან ყვიროდა ნულოვანი ტოლერანტობა და ყველანი ციხეშიო და 300,000 კაცი ციხეში ყავდა გამომწყდეული. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელიც ყვიროდა, რომ ტყვიები არ დაინანოთო და ვინც ოდნავ წინააღმდეგობას გაგიწევთო, ყველა დახვრიტეთო და ტყვიები არ დაინანოთო და სწორედ აი მაგ პოლიტიკას მოყვა ის, რომ 200 კაცზე მეტი ქუჩა დახვრიტეს ამ ნაბოზრებმა ამათ. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი. და მიხეილ სააკაშვილის ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველებთან და ამ ქვეყნის წინაშე. მიხეილ სააკაშვილი გამოდის და ბოდიშს უხდის თავის შვილს ნიკოლოს, რომელიც თინეიჯერი არისო და ბოდიშს უხდიო, რომ ეხლა ჭირდებაო მაგას მამა გვერდითო და ვერ ვარო მე მაგის გვერდშიო. აი ამდენად არაკაცია და ამდენად ფარჩაკი კაცია მიშა, რომ რაღაცა გაუგებარ ბოდიშებს უხდის თავის შვილებს, მაშინ როცა მოსახდელი ბოდიში არ მოუხდია, ის ბოდიში, რომელიც უნდა მოეხადა გირგულიანების გადარჩენილი ოჯახის წევრებისთვის. რობაქიძის ოჯახის წევრებისთვის ბოდიში არ მოუხდია და იმ 200 დახვრეტილი ადამიანის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის არანორმალურ რაღაცა შიზოფრენიულ პათოლოგიას შეეწირა ამ ქვეყანაში. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი და მიშას ამ ქვეყნის ისტორიაში თავისი ადგილი უკვე აქვს. მიშას უნდა რომ რაღაც აღმაშენებელი შევიდეს ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ვერ შევა მიშა ამ ქვეყნის ისტორიაში როგორც კარგი კაცი. მიშა ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე შესულია როგორც ყველაზე უფრო მშიშარა, ყველაზე უფრო პირსისხლიანი მმართველი და ყველაზე უფრო არაკაცი. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი და ყველაზე უფრო სასაცილო არაკაცი, რომელიც არ ვიცი, ხან ხალხს ღეჭაოდა და დორბლი გასდიოდა და ხან ვიღაცების ცოლებს ერთ ადგილზე ურტყავდა ხელებს და მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელიც ადამიანებს შეუძვრა სპარნებში და ტოტალურად ყველას იღებდა და ყველას უსმენდა და მე აი ამ ვიღაცების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი და აი ეგ მაგათი ბრიაშკა იჯდნენ, უყურებდნენ და кайფობდნენ. აი ეგ არის ჭეშმარიტად მიხეილ სააკაშვილი და არა ის რა როლსაც ეხლა თამაშობს იქ რაღაცეებს, ვითომ კაიკაცოვანას რო თამაშობს. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი.